გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მოვლენა ან დღე. პარიზში რო ჩავედი პირველად 2022 წელს, ძალიან კაი იყო. თითქოს რაღაც როგორი შეგეძლო მქონდა, იცი მთელი ბავშვობა რო მიყვარდა ქალაქი, ქვეყანაც და რო ვნახე I was like, ოცნებები ხდება, რაღაც შეგრძნება მქონდა რა. ზოგადად მაბედნიერებს ახალი რაღაცების ნახვა რა, ახალი ადგილების, ქვეყნების, კულტურის, რავი, ძალიან მიყვარს. ვენა ძალიან ლამაზია, ძალიან ლამაზია. ულამაზესი ქალაქია, უბრალოდ ცოტა მოსაწყენია ჩემთვის. ბერლინი მიყვარს ძალიან მიყვარს ბერლინი. რატომ მიყვარს ბერლინი და ნაკლებია, როგორ გითხრათ, ნაკლები განსჯამოდის საზოგადოებისგან ყოველ მხრივ. შეგიძლია იყოს საკუთარი თავი, მაგრამ ძალიან ეს არის edge არის მანდ რომ არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ბერლინში დაკარგოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ არის ძალიან მრავალფეროვანი, არის ძალიან ბევრნაირი კულტურა, არ არის საერთოდ გერმანია, სხვა ქალაქებთან შედარებით, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან გერმანია. მაგიტო ცოტა რთულია ოქროს შუალედის დაჭერა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემი დაბადების დღე, როდესაც სიურპრიზი მომიწყო ჩემმა და ქალმა და მამაც ჩემმა და წარმოუდგენელს არ მქონდა რომ მამა ჩემი მოვიდა და იმ დღეს ჩემთან. მამის მოსვლა იყო სიურპრიზი, ხო? და რამდენი ხანი არ გყავდათ ნანახი? დაახლოებით 1 წელი და მოკლედ რაღაც მოხდა ჩვენ ოჯახში საშინელი და მამა ჩემო ერთ დღეს შეამჩნია რომ ცუთხასიათზე ვიყავი და ყველაფერი დამახსოვრებული ქონდა რაც მიყვარდა და რაც სიამოვნებდა და წამიყვანა მთაწმინდაზე და ყველაფერი მიყიდა რაც მინდოდა და ძალიან კარგი ხასიათზე მომიყვანა და თვითონ ის მე სიამოვნო რომ ეს დეტალები დაიმახსოვრა რაც მე მომწონდა და მიყვარდა. გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. ყველაზე ბედნიერი დღე ჩემი პირველი მოგონება არის ფოთაშორის როგორც 2 წლის რო ვიყავით მე და დედაჩემმა მოვიყვანეთ ჩემი პირველი ძაღლი და ეგ იყო ალბათ ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონება თან პირველი და მე 15 კატა მყავს და 2 ძაღლი სახლში მადლობა და ალბათ ეგ არის რა 2 წლის რომ ვიყავი ეგ გახსოვს ეგ მომენტები ზუსტად ეგ მახსოვს რა პირველი მოგონება არის ეგ კარგად მახსოვს როგორც წავდით მე და დედაჩემი და მოვიყვანეთ ეს ძაღლი და ცოცხალია ძაღლი? რამდენი წელი ცოცხალი? 16 ეხა წელს ძალიან სამწუხაროა და მაგ დღის ყველაზე მეტად მეშინია ცხოვრებაში. ხო, მეც ეხა რამდენჯერ უნდა გადავიტანო ეხა მე 17 ჯერ. ერთხელ ზღვაზე მივდიოდით მე და ჩემი მშობლები და მეძინა და გაღვიძება არ მომდა ჩემი, ამიტომ ესე ამიყვანეს მძინარე ხელში და წამიყვანეს და ძალიან საყვარლობა იყო. დიდად ძალიან საყვარელი. ეს ემოციური იყო? კი, თან ბავშვი ვიყავი და ძალიან და გაგეღვიძეთ სხვაგან მანქანის. ხო, მანქანაში გავიღვიძე სახლიდან მანქანაში. ხო და კაი იყო. გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე. არ ყოფილა რამე მოვლენა რამე ძალიან გაგაბედნიერად? წყლის პარკში ვიყავი, არ ვიცი. რა მოხდა წყლის პარკში? დავიწვი ძალიან წითელი ვიყავ, მაგრამ მაინც მიხარობდა რა ვიცი. ძალიან ბევრი ესე ვთქვათ როდის შემდეგ ძმა რომ ყავს დაახლოებით 5 წელი ველოდით რა ქვია და ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ მარტყოფნა ძალიან არ მეყვარს და რომ გავიგო ესე ვთქვათ ძმა მეყოლებოდა ძალიან გამეხარდა.